ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს სპეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსეჯანიშვილი ვარ. მოკლედ, ხშირად გვესმის სიტყვები ინვესტიცია, ტურიზმი, განვითარება, თუმცა იშვიათად საუბრობთ იმ ადამიანებზე, ზოგადად გადაწყვეტილებებზე და პასუხისმგებლობებზე, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას. დღეს არ ვისაუბრებთ უბრალოდ ტურისტულ პროექტზე, დღეს ვისაუბრებთ იმაზე, რეალურად, რომ როგორ შეიძლება ერთმა იდეამ შეცვალოს მთელი რეგიონის, ფაქტიურად ეკონომიკა დასაქმება და მომავალი. ამიტომ ვინ თუ არა, დღეს ჩვენი სტუმარი არის, ჩვენი პოდკასტის სტუმარი არის კას გრუპის გენერალური დირექტორი ეკატერინე თორდია. ეკა, მოგესალმები. მოგესალმები, სერგო, დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის. მადლობა, პირიქით. მომიწვიე შენს. მადლობა შენი დროისთვის, მადლობა რომ გვეწვიე. ვიცით თან ესეთი ძალიან დაძაბული პერიოდი გაქვს, ძალიან ბევრი აქტივობა ხდება კას ჯგუფში. თუმცა გამონახეთ რომ და ჩვენ პოდკასტში მოხვედი. მე მინდა ესეთი რაღაცით დავიწყო რა, თქვენი სლოგანი, რომელიც ძალიან მოხდა ყურში. ეს არის 5 ვარსკვლავიანი დასვენება საქართველოში და ესეთია რა, საკმაოდ თამამი განაცხადია, ხო? და მინდა რომ ჩვენ აუდიტორიას აუხსნათ რა დგას ამ სლოგანის უკან. რა დგას აი ამ 5 ვარსკვლავიანი დასვენების უკან საქართველოში. ეს სლოგანიც და არა მარტო. მე შემიძლია კიდევ რამდენიმე ჩამოვთვალო, რომელიც ექსკლუზიურია და მხოლოდ ჩვენ გვერგება, აი მაგალითად დააგროვე დაუვიწყარი მოგონებები და ეწვიე ქართული ტურიზმის ბრილიანტს. ჩვენ მართლაც ესე გვეწოდა ჩვენი რეზორტი, ეს არის განსაკუთრებული ადგილი, ძალიან ექსკლუზიური და ნამდვილად მრავალფეროვანი, რომელიც ერგება თითოეულ ამ ფრაზას და ძალიან მოხარულები ვარ, ძალიან გვეამაყება ეს ყველაფერი და ჩვენ არ ვჩერდებით და კიდევ უფრო და უფრო ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენი ეს განსაკუთრებული ადგილი. მე სანამ აი გადავალთ უფრო ესეთი ღრმა საუბარზე, ხო? მინდა რომ აი ჩვენ აუდიტორიას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, თქვენ 7 ივლისს ოფიციალურად გახსენით ზაფხულის სეზონი, ხო? სადაც ყავდათ მოწვეული ძალიან საინტერესო სტუმრები, სამთავრობო დელეგაცია იყო ხო და ასე შემდეგ. ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ მეც ახლა ეკულისებში როგორც საუბრობდი, ხო? ანუ რამოდენიმე წლის წინ რო ვიყავი თქვენთან, დღეს რო შევხედე ახლა მაგალითად პროექტს, ხო, ეს არის აბსოლუტურად შეცვლილი, გრანდიოზული პროექტი, რომელიც რა ვიცი, რეგიონში ფაქტიურად რეგიონს ავითარებს რეალურად რა და აი ამაზე მინდა ვისაუბროთ, ხო, ანუ გაიხსნა ზაფხულის სეზონი, შეგვიძლია რა ვიცი, აუდიტორიასაც მივმართოთ, სად გაატარონ ეს ცხელი დღეები, თუმცა ხო, აი რა დახვდებათ, ხო? მან და აუცილებლად კიდე გადავალთ მეორე თემაზე, თუ რა დაანონსდა ამ ღონისძიების დროს. ჩვენ 7 ივლისს გვქონდა სეზონის ოფიციალური გახსნა და ყოველ წელს და პერიოდულად ჩვენ ვამატებთ ახალ სერვისებს და კიდევ უფრო ზრდით ინტერესს ჩვენი რეზორტის მიმართ, როგორც ინდივიდუალური, აგრეთვე ჯგუფური, ოჯახები, ბავშვები, კორპორატიული, ყველა ტიპის მოგზაურისთვის უკვე არის შესაბამისი სივრცე ჩვენს რეზორტზე. გეთანხმები, სერგო და ამ შემთხვევაში ალბათ ვიქნები ობიექტური, ვთქვა რომ ჩვენ შევქმნით ახალი ტურისტული მიმართულება რეგიონში და ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება და ვამატებთ აი ამ რეზორტზე როგორც ინფრასტრუქტურას, აგრეთვე იზრდება ჩვენი გუნდის წევრების რაოდენობა და ძალიან გვახარებს რომ ჩვენი გუნდის წევრების 98% არის ადგილობრივი მოსახლეობა და სწორედ ეს იყო მიზანიც რომ ერთი მხრივ დაგვეანონსებინა და გვეცნო ჩვენი სტუმრებისთვის რომ ახალი სერვისი დავამატეთ, ეს არის გრანდიოზული ბატუტების პარკი, რომლის პრეზენტაციაც ამავე დროს შედგა 7 ივლისს და ამასთან ერთად ვინაიდან ჩვენ ერთი მხრივ ავითარებთ ინფრასტრუქტურას, მეორე მხრივ ქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და მუდმივად გვჭირდება აქტიური კომუნიკაცია, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო ორგანიზაციებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან, საზოგადოებასთან, მედიასთან, ეს ყველა ერთად შეიყარა ამ ძალიან ლამაზ და განსაკუთრებულ ადგილას და ძალიან საინტერესო პირველი პრეზენტაცია შედგა და დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება და ამის უკვე მაგალითები ამ დღეებშიც არის, რომ უდიდესი გამოხმაურება
მოყვა ჩვენს ინიციატივას, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში და ესე ვიზიტორები, ანუ ვიზიტორებს რაც შეეხება, ანუ ძირითადად უფრო უცხოელ ვიზიტორებზე არის ეხლა კონცენტრაცია გაკეთებული თუ ქართველი ვიზიტორებიც გააქტიურდნენ? მოგეხსენებათ ზოგადად გამოწვევები ჩვენ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიაში არის საკმაოდ ესეთი მრავლად ხოლმე რომ უცხოელი უფრო იცნობს ხოლმე აქ ჩვენ ადგილებს ვიდრე ჩვენ თვითონ ქართველები რა აი რაღაც ზოგჯერ მას მე თვითონაც არ ვიცი ხოლმე მაგრამ კასლენზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით იმიტომ რომ ჩვენ აცნობ თელ სოფლიოს დიახ მიუხედავად რომ საერთაშორისო მედიებად გააშუქეს ეს საოცარი ადგილი და ჩვენი სიმბოლო ბრილიანტის ხიდი ეგრეთ წოდებული მართლაც ერთ-ერთი საოცარი ნაგებობა არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ითქვას რომ შევედრებით სოფლიოს სხვადასხვა საინტერესო ნაგებობებს მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ არა მხოლოდ უცხოელ ვიზიტორებზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზეც და ფასი დღესაც არის განსხვავებული საქართველოს მოქალაქისთვის ჩვენთა ვიზიტი საკმაოდ დიდი ფასდაკლებით ისმის 40%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი გარდა ამისა ჩვენ პაკეტური შეთავაზებები გვაქვს და აბსოლუტურად განსხვავებული ფასი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის და ძალიან გვიხარია რომ ამით ძალიან სარგებლობენ და გვეამაყება რომ 50% ჩვენი 150,000 და მეტი ტურისტისა არის საქართველოს მოქალაქე. მაგდენი დააგენერირეთ უკვე ტურისტი, ხო? დიახ, ყოველწლიურად იზრდება ეს რიცხვი წლიდან წლამდე და ჩვენ ფანტასტიკური. ეს რაოდენობა ერთდღიანი ვიზიტორების და რა თქმა უნდა ეს წრე ფართოვდება და მასშტაბი იზრდება. ანუ ბევრი ჩამოდის ალბათ ისეც ხო? აი უბრალოდ აი ამ ბრილიანტის დასათვალიერებლადაც ხო? კანიონის მოსანახულებლად ულამაზესი ჩანჩქერები, კასკადური და მართლა ზღაპრული გარემო არის დაბლა. ეს ბრილიანტის ხიდი ყველას უნდა ერთი ფოტო მაინც გქონდეს ამ ადგილას გადაღებული. გასტრონომიული მიმართულება ჩვენი ბაიკ ზიპლაინი რომელიც არის მართლაც საოცარი ატრაქცია და ჩვენ ამაშიც პირველები ვართ და ეს განსხვავებული ემოცია ბევრი ცდილობს რომ გამოიყენოს საქანელა და ნუ უკვე სხვა ჩვენი სასტუმრო, სპა, აუზები, ატრაქციონების პარკი, აგრეთვე გიგანტური სასრიალოებით, ნავით ჩამოსასრიალებელი, უკვე ბატუტების პარკი და რაც მთავარია, კარტინგის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება რომელიც კავკასიაში და ამ რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილი ტრასა, სადაც ყავს საკმაოდ ისეთი მაღალი დონის სოდიკარდის ავტომობილები და კარტინგები. ვისაც უყვარს ეს მიმართულება, ესეც. მოკლედ ფაქტიურად არ დატოვეთ რა, ეს თავისუფალი სივრცე არ დატოვეთ, რაც შეიძლება, რა ვიცი, არ მოინდომოს ადამიანმა და მართლა მიიღოს ის ხუთვარსკვლავიანი სერვისი. მე ცოტა ჩავიხედები ხა ისტორიაში რა, ანუ როცა იქნებოდა, ასე ვთქვათ ხო, ანუ როცა გაჩნდა ზოგადად ეს იდეა. როგორ შეირჩა ზოგადად საქართველო და რატომ წალკა? ჩვენ ანუ რა ვერ დაინახა სხვამ? და რა დაინახეთ თქვენ ამ რეგიონში? ზოგადად იდეა გაჩნდა იქედან რომ უკვე 2016 წლიდან ეკოტურიზმი და ეკოტურისტული სერვისები საკმაოდ ესეთი პოპულარული გახდა და სოფლიო მასშტაბით და ჩვენი ქვეყანა იყო გამონაკლისი და ინსპირაცია წამოვიდა ჩვენი ქვეყნის ისეთი დაცული ტერიტორიიდან როგორც არის მარტვილის კანიონი, ოკაცე პრომეთე, ეს ადგილებია, სადაც ჩვენ უკვე წლებია ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს და სხვათა შორის ჩვენ ხუთეულში ვართ, მაგრამ წამყვან პოზიციაში ჯერ კიდევ არის ეს ჩამოთვლილი ლოკაციები, მართლაც საოცარი ზღაპრული და ძალიან ბევრი უცხოელი სტუმრობს ამ ადგილებს და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ მოგვეძებნა მსგავსი ადგილი და ძალიან დიდი ჩამონათვალი იყო, როცა დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გავიარეთ სხვადასხვა ლოკაცია და ერთ-ერთი იყო წალკა და მოვხვდით ამ ხელუხლებელ ბუნებასთან ახლოს, თან თბილისიდან სიახლოვეს სულ რაღაც 90 წუთი, ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო და ამასთან ეს საოცარი ბუნება და იდეაც დაიბადა, რომ შეგვექმნა რაღაცა განსაკუთრებული, უნიკალური ჩვენი ქვეყნის ამ უნიკალურ ადგილას. ეხლა ისევ რო ირჩევდეთ ადგილს, ისევ აირჩევდი წალკას? რა თქმა უნდა, აუცილებლად ავირჩევდით წალკას, იმიტომ რომ პროექტმა გაამართლა და ჩვენი მოლოდინებით და მე მგონი ყველას საოცარი აღფრთოვანებით მიდის ამ ადგილიდან. ეკა 120 მილიონი ლარი არის ფაქტიურად ინვესტირებული ამ პროექტში, ხო? ნუ მხოლოდ კასლენზე მაქვს ამ შემთხვევაში ხო საუბარი.
რას ნიშნავს ეს რეალურად ეს ციფრი და მოდი აი ყველაზე ესეთი რთული გადაწყვეტილებებიც გავიხსენოთ. თავიდან როდესაც დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, ჩვენც ვერ წარმოგვედგინა, რომ ამ მასშტაბის ინვესტიციას განვახორციელებდით, მაგრამ სხვა შორის პირველად გამოცხადდა აუქციონი და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, მხოლოდ კანიონში ჩასასვლელი გზის რეაბილიტაცია გვეხებოდა. მაგრამ ეს ისეთი პროექტია, რომ ინსპირაციაც თავისთავად მოდიოდა, რომ აი აქ რამდენჯერაც მივდიოდით, იმდენჯერ რაღაცა სხვა ემოცია და რაღაც განსაკუთრებულის უნიკალური შექმნა გვინდოდა და პირველი ეს იყო ეს შუშის ხიდი, რომელიც დაიგეგმა და შემდგომ მოყვა ამას უკვე სხვადასხვა სერვისები. მოთხოვნა ვიწოდები და გამომდინარე, მოთხოვნა იყო ამისა, რომ პირველი ერთდღიანი დასვენების მსურველები, შემდეგ გვეუბნებოდნენ თუ არის აქ სადმე დასარჩენი და მეორე სხვადასხვა სერვისების განვითარებაც მოყვა ამ ყველაფერს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი ინსპირაცია თვითონ ადგილი და ლოკაცია და სწორედ ამიტომაც გადავწყვეტეთ ამ მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება ამ ადგილას. როგორ შეცვალა ამ ინვესტიციამ რეალურად ეს რეგიონი? აი წალკა როგორ შეცვალა აი ამ წლების განმავლობაში? აი თქვენ როგორ ხედავთ? შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შეცვალა. პირველ რიგში აი მართლა ვამაყოთ იმ გუნდით, რომელიც გვყავს და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დასაქმებული იყოს ბევრი ადგილობრივი ადამიანი, იმიტომ რომ ესენი სხვა აი როცა შენს რეგიონში ესეთი განსაკუთრებული პროექტი იქნება, სხვა ენთუზიაზმია. დიახ, სხვა მონდომება არის, სხვა სურვილია განვითარების და ჩვენ უკვე სხვა პოზიციებზე ვაწინაურებთ ადგილობრივებს, ძალიან გვეამაყება, რომ აღარ მიდიან რეგიონიდან და ჩვენთან რჩებიან და მათი მონაწილეობა ამ პროექტში და მათი შესრულებული საქმე კიდევ სხვა ხარისხით არის გაკეთებული და აი ეს ეტყობა ჩვენს რეზორტს, რომ აი სული, გული და აი ჩადებულია რაღაცა სხვა სტუმართ მასპინძლობის სხვა ხარისხი და ეს ძალიან გვიხარია და ჩვენც ამაში უდიდეს რესურსს ვდებთ, ტრენინგები გვყავს, უმაღლესი კვალიფიკაციის და გამოცდილების ადგილობრივი GM-ი, მენეჯერი, რომელიც ქართველია, რომელიც ადგილზე აი ამ ყველაფერს მართავს და მისი გამოცდილება ძალიან ისეთი საერთაშორისოა, ინგლისი, რა ვიცი, ემირატები და ასე შემდეგ, ყველა დიდ ბრენდულ სასტუმროებში მუშაობდა და სწორედ ამ ადამიანების აი ამ გულწრფელობა, მათმა სურვილმა, რომ აი ეს დიდი რესურსი ჩადონ ამ პროექტის განვითარებაში, გვაძლევს ჩვენს ამის ინსპირაციას და სურვილს, რომ აი ეს ყველაფერში აი უდიდესი შრომა ჩაიდოს და ვხედავთ ამ შედეგსაც და ძალიან გვიხარია ეს ყველაფერი და ჩვენ ერთად ჩვენი გუნდით, როგორც ადგილობრივი აგრეთვე თქვათ ვინც არის ჩასული თბილისიდან, ყველამ ერთად შევძლოთ აი ამ საოცარი ადგილის კიდევ უფრო წარმოჩენა, საერთაშორისო ცნობადობა და ყველა ტურისტი, ვინც ჩამოვა საქართველოში, მოხვდეს ჩვენს რეზერვზე და ამასთან ერთად სპეციალურადაც კი ჩამოვიდეს. მე მგონი რომ ესეც ჩამოდიან რა, მე ხშირად მესმის ეს სხვადასხვა უცხოელისგან, რომ ანუ ხშირად იციან ეს ადგილი და ამისთვის ჩამოდიან. ანუ მე არაერთხელ გამიგია. არის ესეც სიმართლე. კი. მე სანამ პრინციპში შევეხები კიდევ ერთ სიახლეს ხო, ანუ თქვენი მკაზ ჯგუფი გამოირჩევა იმით, რომ ეს არის ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელსაც ბევრი მიმართულება აქვს, ხო? თქვენ ხართ საკმაოდ აქტიურები ტურიზმის მიმართულებაში, ეს არ არის უბრალოდ რაღაც კომპლექსი აშენდა, ხო, ანუ თქვენ ტურიზმს დღეს რეგიონში ქმნით. ამიტომ აი მოდი გადავიდეთ იმაზე თუ 7 ივლისს, როდესაც თქვენ გახსენით, თქვენ მან დაანონსეთ ძალიან საინტერესო მიმართულება შექმნით საკომუნიკაციო პლატფორმა. რისთვის არის ეს პლატფორმა, ვისთვის არის საინტერესო და ასე შემდეგ. მე მგონი მაგას ჩემზე კარგად პრეზენტაციას აშკარად ეკაც შენ გავუწევი. ისე მინდა ვთქვა, რომ მთავარი სამი მთავარი კომპონენტია და მთავარი ამბავია, რის გამოც ჩვენ გადავწყვეტეთ
ამ პლატფორმის შექმნა. ეს არის პირველ რიგში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატება ვერ განსაზღვრავს ტურიზმის წარმატებას და მნიშვნელოვანია ძლიერი განვითარებული რეგიონი, როგორც სოციალური, ესევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ჩვენი მხრივ შექმნილი ეს ინფრასტრუქტურა, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, ეს გუნდი და საქმებული ადამიანები ირგვლივ განვითარება და მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ძალიან ფერმერები, მეწარმეები, მცირე ბიზნესი, საოჯახო სასტუმროები ძალიან კარგად არის უკვე მიდის განვითარება ირგვლივ და ჩვენც ძალიან გვახარებს, ჩვენს ირგვლივაც უკვე შეიქმნა ესეთი პატარ-პატარა და საინტერესო ბიზნეს მოდელები და უკვე საკმაოდ მასშტაბური ინვესტიციაც ჩვენს მიმდებარედ იგეგმება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე ბუნების დაცვა და გარემოს დაცვა და უსაფრთხოება. აი, ერთის მხრივ ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და მეორე მხრივ ეს სოციალური პასუხისმგებლობა, ეკონომიკური განვითარება და ეს ყველაფერი რომ შეიქმნას, აუცილებელია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო ორგანიზაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, მედიის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი და ეს ყველაფერი ერთად ქმნის შემდგომ უკვე ძლიერ და წარმატებულ ბიზნესს და აგრეთვე ეს უკვე სასარგებლოა ტურისტისთვის ჩვენი ქვეყნისთვის ბოდიში, იმიტომ რომ ტურისტი, რომელიც წავა ჩვენი ქვეყნიდან წარმატებული, თუნდაც ჩვენი პროექტში სტუმრობით, ის იქნება ჩვენი ელჩი უკვე მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაზე მოყვება ძალიან დადებით და კარგ ამბებს და ეს მოგვიყვანს კიდევ უფრო მეტ ტურისტს. ამიტომ ყველა რგოლი გაერთიანებს. სწორედ მივხვდი, ხო? ანუ როგორც საჯარო სექტორი, ისე კერძო სექტორი. და მე უკვე აი კონკრეტულ მაგალითებსაც ვიტყვი, მაგალითად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და მათ მიერ გამოგზავნილი მსოფლიო დონის ინფლუენსერები, საერთაშორისო მედია ჩვენ ახალბაზრებზე გავყავარ და ჩვენ საერთაშორისო ცნობადობას კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს ძენს. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელთანაც ჩვენი პარტნიორები არიან და თქვენ იცით, რომ ეს არის დაცული ტერიტორია და ჩვენ ფინანსური ვალდებულებაც გაგვაჩნია და ჩვენი პარტნიორია სახელმწიფო, მათთან ერთად ყოველთვის ბიუროკრატიის გარეშე ყველა სერვისების და სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე ერთობლივად მსჯელობ და ყოველთვის მოყვებიან და მართლა ძალიან კმაყოფილები ვართ. გარდა ამისა, ზუსტად თქვენ ეთერში ვიდრე შემოვიდოდი ამირეკა პატამ მარკეტინგის ხელმძღვანელმა და მითხრა რომ აი ჩვენ გვაქვს რაღაცა პროექტი, სადაც რაღაცა ევროპული ახალგაზრდული რაღაცა მიმართულების პროექტია, სადაც უცხოეთიდან ჩამოდიან ახალგაზრდები და მათთვის გარკვეული ესეთი შეთავაზება და კოლაბორაცია და აი ესეც სახელმწიფო ესე გახდა პრინციპში ამ პროექტის ფარგლებში კი, ძალიან დიდი და ჩვენ აი ამ ერთობლივი თანამშრომლობის ძალიან დიდ შედეგებზე გავდივართ, როგორც ქვეყნის ცნობადობის გაზრდით ერთი მხრივ, ჩვენი ბიზნესის წარმატება და კმაყოფილი სტუმარი, რომელიც არის ესეთი ერთობა, ძალიან საინტერესო. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ასევე ეკონომიკური განვითარების სააგენტოსთან, რომელიც ეწოდებოდა აწარმოებს საქართველოს, ახლა სახელწოდება შეიცვალა. ჩვენ საკმაოდ დიდი დაფინანსება მივიღეთ მათგან. ჩვენი პარტნიორი ბანკი, რომელიც თავიდანვე დაიჯერა ჩვენი იდეის და დღემდე ესე მოყვება და სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს ბანკია. ანუ რა თქმა უნდა ძალიან ესეთი საკმაოდ დიდი გვაქვს პროექტი და დაფინანსება, ყველა მხრიდან ჩვენს გვაქვს დაფინანსება, იმიტომ რომ ჩვენი პროექტიც ესეთია და ჩვენს ვაკეთებთ ძალიან სასარგებლო და ვფიქრობ ყველანაირად დადებითი შედეგები მოაქვს ჩვენს პროექტს ყველა მიმართულებით. მაგრამ ჩვენ ახლა კი ვისაუბრეთ მარგალიტზე, ხო? თუმცა ეს არ არის ერთადერთი არსენალში, ასე ვთქვათ, რაც ელოდება ამ შემთხვევაში უკვე თბილისელებს, ხო? მე მინდა ვისაუბრო ანძის პროექტზე, რომელიც ფაქტიურად როგორც უკვე ვიცი, შეთანხმებულია ყველაფერი, დაწყებულია და ველოდებით 2028 წელს, ხო, ამ პროექტის განხორციელებას. მე მინდა რომ უფრო ცლად მივაწყოდოთ ამ შემთხვევაში ჩვენ აუდიტორიას, თუ რა ელოდება
თბილისელებს 2028 წელს. ხო, ესეც ერთ-ერთი ექსკლუზიური და ეს ასეთივე განსაკუთრებული და ამბიციური პროექტია. ძალიან დიდი ხანი ვიმუშაობდით ამ პროექტზე და თუ თქვათ ქვემო ქართლში ბევრად უფრო გამარტივებული იყო ბიუროკრატიული საკითხები, ეს ჩვენი დედაქალაქის სიმბოლო ერთადერთი ასეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მართლა საოცარი სიფრთხილით და ძალიან ესეთი ვიმუშავეთ ფაქტიურად საბჭოსთან, ექსპერტებთან, არქიტექტორებთან, საერთაშორისო სპეციალისტებთან და ალბათ ყველა იყო ჩართული თუ ვინმეს აზრი ეკითხება ამ სფეროში და საბოლოოდ მივიღეთ ჩვენ მშენებლობის ნებართვა და ახლა ძალიან აქტიურ ფაზაშია უკვე მშენებლობა, უკვე დემონტაჟის სამუშაოები განხორციელდა, სასაწყობე ფართი ავაშენეთ გარკვეული ტელეცენტრის მასალების დასასაწყობებლად და უახლოვდებით ანძას და უკვე მიწის სამუშაოებსაც დავიწყებთ და ძალიან მალე ფაქტიურად 28 წელს გვექნება განახლებული, მოდერნიზებული თბილისის ანძა, ახალი მიზიდულობის ცენტრი უკვე დედაქალაქისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის, ვიზიტორთა ცენტრი, გადმოსახედი და ექსკლუზიური და ძალიან მაღალი დონის რესტორანი. აი ახლა გისმენ და წარმოვიდგინე უკვე რა ტიპის პროექტი იქნება, დარწმუნებული ვარ, არც ერთი ტურისტი არ შემოვა საქართველოში, რომელიც იქ არავა. აი თითქმის დარწმუნებული ვარ. პრომეცაც გეტყვი, არც ერთი ტურისტი არ იქნება, ვინც იქ არავა და შემდეგ წალკაში წარჩამო. იმიტომ რომ ეს იქნება მარშრუტი, იცით რომ ფუნიკულიორიდან კიდევ უფრო ახლოს არის წალკა და ჩვენ ერთი დღე უკვე ყველა ტურისტი ექნება დაკავებული. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი პროექტების ანუ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებთ რა და აი ხა მე კაი გამოცდილებით ხო თუნდაც თუ ახლა ჩვენ გვისმეს პოტენციური ინვესტორი ხო რატომ უნდა მოახდინოს ინვესტირება საქართველოში შეგვიძლია აუხსნათ ახლა ინვესტორს პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა არის საკმაოდ მოქნილი. მართლაც მე რასაც ყვები თუ ისმენენ ინვესტორები ძალიან განსაკუთრებით სახელმწიფოსთან პარტნიორობა ძალიან მომგებიანია ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ამ პროექტის ფარგლებში. ალბათ თავარი არის იდეა და ბიზნეს გეგმა და ის გათვლა, ექსკლუზიურობა, რაღაცა განსაკუთრებული საინტერესო იდეა და მნიშვნელოვანია ალბათ სანდო პარტნიორები ბიზნესში და ეს ყველაფერი ერთად დარწმუნებული ვარ საკმაოდ დადებით ბიზნეს შედეგებს მოუტანს ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც განახორციელებს გარკვეულ. ისე როგორ დაყოფთ მაგას აი სიძლიერეს და სისუსტეს ამ შემთხვევაში ჩვენსაც? ანუ როგორ ქვეყნის? ნუ მე მოდით მე ვისაუბრებ ტურიზმის მიმართულებით, ალბათ უპრიანი იქნება და ჩემგან უფრო კომპეტენტური დავაფიქსირო აზრი. პირველი ძლიერი მხარეები, ნუ რაც გვაქვს, ეს არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია აი ესე ძალიან მოქნილად ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან, ძალიან ესეთი თავისუფალი, ვთქვათ, ბიზნეს გარემო არის და ეს არის საკმაოდ მაქსიმალური ხელშეწყობა, ბევრი ტურისტი ჩვენ ქვეყანაში. რაც შეეხება სუსტი მხარე, ეს არის ალბათ მაინც რეგიონებში უფრო ცოტა ინფრასტრუქტურული ეს პრობლემები, აი მაგალითად ჩვენ როცა დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, არ იყო წყალი, არ იყო გაზი, მაგრამ ჩვენ ეს ძალიან ისე გადავლახეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, მართლაც ისე შეგვიწყოს ხელი და ეს ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ აი ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მეორე მხრივ კონტრიბუცია ალბათ განათლებაში, პროფესიულ განათლებაში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი გადამზადება კადრების და ამ მხრივ ალბათ სახელმწიფოს კონტრიბუციაც იქნებოდა მნიშვნელოვანი და ნუ მან ალბათ უფრო კერძო სექტორი აქტიურობს მაინც ხო აი გადამზადების ჩვენი კუთხით თუმცა ალბათ სახელმწიფოს ჩართულობაც კიდევ უფრო გაუადვილებდა ადამიანებს რომლებსაც სურთ პროფესიული განათლების მიღება რომ უფრო მეტი მხარდაჭერა თუ დაფინანსება იყოს ამ კუთხით და ეს ყველაფერი ერთად უკვე შექმნის საინტერესო მოდელს ტურიზმის განვითარებაში. ეს საინტერესო კითხვას დაგისვა რა აი 30 წლის შემდეგ როდესაც ადამიანები რაღაც კასლენზე ისაუბრებენ, აი როგორ წარმოგიდგენია, რას იტყვიან პირველ რიგში რა უნდა თქვა ამ კასლენზე?
პირობითად აი არა. მე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ძალიან ვამაყობ, იმიტომ რომ აი მივედი იქ და როგორც ვთქვი, არა გაზი, არა წყალი, აი რაღაც კომუნიკაციებიც არ იყო, ხელუხლებელი ბუნება და ჩვენ ერთის მხრივ შევძელით ხელუხლებელი ბუნების ავთენტურობის შენარჩუნება და მეორე მხრივ შევქმნით ეს ძალიან განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა და მე ამას ვფიქრობ, რომ 30 წლის მერე, როდესაც ჩამოვა აქ ტურისტი პირველად იტყვის, აქ უკვე 30 მილიონი ადამიანი სტუმრობდა ამ ადგილს და მე ვარ რაღაცა ესეთი მოკლედ მასშტაბური პროექტის ნაწილად რომ იგრძნონ ადამიანებმა თავი და მადლობა პასუხისთვის. შეგვიძლია ჩვენ შევეხოთ რა სხვა პროექტებსაც კაზ ჯგუფის, რომელზეც ასევე შეგვიძლია გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. გარდა ანდის პროექტისა, გარდა კასლენდისა, ჩვენ გვაქვს კიდე სხვა პროექტები, ხო, რომელზეც ასევე საინტერესოა, იმიტომ რომ ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ანუ ეხლა ისაუბრებ, ხო, ეს არის B2B მიმართულება, ხო? ანუ ჩვენ ეხლა ზუსტად გვიყურებს ბიზნესი, ხო, რომელიც ფლობს. ზოგი სასტუმროს, ზოგი მოკლედ ჰორეკაში არიან ძალიან ბევრი. ამიტომ აი იმ მესამე მიმართულებაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. ზოგადად ჩვენ ალბათ სამრეცხაოს გულისხმობ, რომელიც უკვე 10 წლის ხდება ისე გარბის დრო, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მართლაც საამაყო პროექტი, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხი, ძალიან ესეთი კი, ნამდვილად ყავს უკვე ლოიალური ჩვენი მომხმარებლები, დიდი სასტუმროები აღარ ჩამოვთვლი, რომლებიც უკვე წლებია გვეთანამშრომლებიან და ჩვენი ხარისხი, მომსახურება, კეთილსინდისიერება ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ ვიღებთ ფინანსურ სარგებელს, ვთქვათ, ხარისხის ხარჯზე. ჩვენ ყოველთვის ვართ ძალიან გამჭვირვალე ამ კუთხით და ეს ნდობა, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი ჯგუფის და კომპანიის მიმართ, ჩვენ ძალიან გვახარებს და მე ვისურვებდი და ვუსურვებდი ჩემს კომპანიას, რომ ეს ნდობა ჩვენ ყოველთვის გაგვემართლებინოს ჩვენი სტუმრების თუ პარტნიორების. ფანტასტიკური. ეკა ერთი კითხვაც მაქვს რა. აი ხა რო კონდეს ესეთი გადაწყვეტილება მისაღები რა. ანუ კიდევ ერთი კასლენდი საქართველოში თუ საერთაშორისო გაფართოება? კიდევ ერთი კასლენდი საქართველოში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე პირველ რიგში მე ამაყება რომ ეს პროექტი არის საქართველოში და თუ საქართველოში იქნება ესეთი საერთაშორისო დონის პროექტი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მასშტაბებსაც მიაღწევს, როგორც მიაღწია ამ პროექტმა BBC, Euronews-ი, CNN-ი და ყველა საერთაშორისო მედიამ გააშუქა და ბევრი ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანას და თავისთავად ეს იქნება. ესეთი რეგიონი? ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ და მთელი ყურადღება ახლა არის კასლენდის, ანძის პროექტის მიმართ და ღია ვართ ნებისმიერი ექსკლუზიური და საინტერესო პროექტის განსახორციელება. თუ გაქვთ ეკა რამე გეგმები, რომელსაც ახლა მომავალში აპირებთ რომ განახორციელოთ, სიამოვნებით შეგვიძლია ვისარგებლოთ ჩვენი პოდკასტის ეთერით. ჩვენ ახლა როგორც გვისმენს ბიზნესის მიმართულების საზოგადოებაც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომელიც ეხლა შეიძლება მგზავრობენ ტაქსით ან თავის ავტომობილებით. ამიტომ მომავალ გეგმებზეც შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება, რას გეგმავთ, ანუ კაზ ჯგუფზე მაქვს საუბარი, გარდა იმისა, რაც ახლა უკვე გაქვთ. თუ იგეგმება კიდევ კასლენდის ტერიტორიაზე გარკვეული სიახლეები, ხო? სიამოვნებით მოგისმენთ. ჩვენი მიზანი არის 30 მილიონი სტუმრის ფანტასტიკური. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი მიმართულია ჩვენი პროექტების განვითარებისკენ, კიდევ უფრო სრულყოფისკენ და ამისთვის ყოველთვის ვგავთ ნაბიჯებს და აუცილებლად თქვენთან დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ ამის შესახებ. აუცილებლად. ეკა, მე არ შემიძლია არ გითხრა მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. დღეს ჩვენ მაყურებელს როგორც დავაანონსე, ანუ ჩვენ არ ქონდა საუბარი მარტო, ასე ვთქვათ, კასლენდზე და მარტო ტურისტულ პროექტზე, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ გაცილებით უფრო ვცლად რა ეფექტი, ასე ვთქვათ, მოუტანა ზოგადად რეგიონს კასლენდის გამოჩენამ. ვისაუბრეთ ანძის პროექტზე, რომელიც ჩემი აზრით იქნება, ანუ სუპერ სავიზიტო ბარათი, როგორც დედაქალაქის, ისე საქართველოს ჯამში. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ. აუცილებლად, რა ვიცი, ყოველთვის გვიგულეთ გვერდში, თუ იქნება საჭირო მხარდაჭერა, აბსოლუტურად ყოველთვის მზად ვართ რა, იმიტომ რომ ისეთ პროექტს ახორციელებთ, რომელიც არის ეროვნული ფაქტიურად და ანუ ემსახურება ნებისმიერი ქართველის კეთილდღეობას.
დიახ, დიდი მადლობა. მეც ასე ვფიქრობ და გეთანხმებით და უდიდესი მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დიდი საქმეები ვაკეთოთ, მაგრამ ეს მხარდაჭერა, გაშუქება და გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ეკა, მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი წარმატებებს უსურვებ როგორც კაზ ჯგუფს, ისე პირადად. მადლობა მაყურებელს, მსმენელს, ჩვენ უკვე შევხვდებით ხუთშაბათს, ზეგ, ძალიან საინტერესო თემით. ახლა კი დაგემშვიდობებით და სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. IT Tech, თქვენი ბიზნესის IT ინტეგრატორი. K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ-ცენტრი საქართველოში. სხვადასხვა ინდუსტრია და ერთი სივრცე. ეთერშია საქმიანი პოდკასტი Business Space სერგო ავსაჯანიშვილთან ერთად.